გამარჯობა. დღეს ვისაუბრებთ ფსევდომეგობრობაზე. ყველა ჩვენგანი ცხოვრებაში ყოფილა მომენტი და ყოფილან ადამიანები, რომლებიც თითქოს ძალიან ახლოს არიან ჩვენთან. ჩვენს მეგობრებად თვლიან თავს. ჩვენც ასე ვთვლით. შეიძლება ხანდახან რეალურად და გულით გვეხმარებიან. გვესმის მათი თბილი სიტყვები და გვგონია, რომ შეგვიძლია ვენდოთ. მაგრამ რეალურად ხდება ისე, რომ ისინი ჩვენს პირად საუბრებს ზურგს უკან საჯაროდ გამოფენენ. ნათქვამს ამახინჯებენ და სხვებთან ისე გვაჩენენ, თითქოს პრობლემა მხოლოდ ჩვენშია. მეგრელებს გვაქვს ერთი საინტერესო გამოთქმა. ჩვენს მკვდრებს ჩვენ მარხავთ. თქვენი აზრით, რა შეიძლება ნიშნავდეს ეს? კარგი, რეალობაში და მსგავს ახლობლობაში ეს არ არის უბრალოდ რაიმე გაუგებრობა. ხედავთ, როგორ იყენებენ ნდობას ჩვენს წინააღმდეგ, როგორ ბღალავენ ჩვენს რეპუტაციას და გვიქმნიან ბზარს იმ ურთიერთობებში, სადაც ადრესი მშვიდე იყო. ფსიქოტიპზე რო ვისაუბროთ, ისინი ხშირად მოქმედებენ პროექციით და გაზლაითინგით. შეგეძლოთ დაგუგლოთ ეს სიტყვები რას ნიშნავს. მათთვის დამახასიათებელი არის ნარცისული დინამიკა, სადაც საკუთარი შიდა სიცარიელე და შინაგანი კონფლიქტები სხვისი დაპატარავებით, დაკნინებით იფარება. რაშია გამოსავალი? ჩვენი გამოსავალი არის რეალობის გაცნობიერება, კაფეო საზღვრების დაწესება, ინფორმაციის შეზღუდვა მათთვის და დისტანცირება მათთან, ვინც სისტემატიურად პირში ან ზურგს უკან გვაგნინებს. ჩვენ არ გვჭირდება საკუთარი პიროვნების დამტკიცება კონკრეტულად მათ წინაშე. საკმარისია უბრალოდ სწორ ადამიანებთან დავრჩეთ და საკუთარი ღირსება მათი ინტერპრეტაციის მიღმა დავტოვოთ. სიმართლის და ადამიანების გამოაშკარავების მომენტში ხშირად აქტიურდება შოკი, ღალატით მოსული ტკივილი და რისხვა, რაც ფსიქოთერაპიაში ცნობილი არის როგორც ღალატის ტრავმა. აქ ჩვენი მთავარი ამოცანა აღარ არის რაიმის დამტკიცება ან დაპირისპირება. ჩვენ არ ვხსნით არაფერს, არ ვამხელთ ჩვენს სტრატეგიას და არ ვცდილობთ მათ შეცვლას. ამის ნაცვლად ვირჩევთ ცნობიერ დისტანცირებას, ინფორმაციულ მინიმალიზმს და მკაფიო საზღვრებს. ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგია შეიძლება იყოს, როცა ხვდებით, რომ ისინი მოქმედებენ მანიპულაციით და ხშირად პროექციას იყენებენ, ჩვენ ვსწავლობთ ერთ მთავარ წესს. სიმართლე არ არის ის, რასაც ისინი ყვებიან, არამედ სიმართლე არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ქცევებში. ანუ ცოტა ხანი უნდა გავთიშოთ ჩვენი სმენა და დავაკვირდეთ ადამიანის ქცევებს, იმიტომ რომ შეიძლება ისინი ერთმანეთს არ ემთხვეოდეს. ჩვენი ძლიერი ქცევა არის მაშინ, როცა აღარ ვებრძვით მათ ნიღაბს, ვღებულობთ რეალობას, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, ვზრუნავთ საკუთარ რეალურ უსაფრთხოებაზე, ემოციურზე, რეპუტაციულზე და ფსიქოლოგიურზე. ზოგჯერ ყველაზე ჯანსაღი პასუხი საერთოდაც არ არის ხმამაღლა გაშხარებული სიმართლე. პირიქით, ეს არის ჩუმი, მკაფიო და ღირსეული გასვლა იმ ოთახიდან, სადაც ნდობა უკვე ერთგვარად ზურგს უკან დამალული დანით არის ჩანაცვლებული. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ კი, მტკივნეულია, როდესაც გებულობ, რომ ადამიანი, რომელსაც მეგობრად მიიჩნევდი, რეალურად ხანდახან მტრად უფრო გადგებოდა ვიდრე მეგობრად. რა თქმა უნდა, ეს ხშირად ხდება ჩვენი და მათი გაუცნობიერებლობის ხარჯზე და არა სპეციალურად, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ამას სპეციალურად აკეთებენ. მაგრამ მაინც რაც არ უნდა იყოს მათი რეალური მოტივი, რა თქმა უნდა, ეს მტკივნეულია. რთული გადასახარში არის ამ რეალობის მიღება. თუმცა ხო, ადამიანები ძალიან საინტერესოები ვართ და ხანდახან უნდა შევაგუოთ იმ ფაქტს, რომ ვიღაცები ცხოვრებაში იმედს გაგვიწრუებენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებზე ხელი უნდა ავიღოთ და ყველას და ყველაფრის მიმართ ყველანაირი ნდობა უნდა დავკარგოთ, არა. უბრალოდ კარგი იქნება თუ კი ნელ-ნელა ვისწავლით ემოციური საზღვრების დაწესებას და იმის მიმღებლობას, რომ ხანდახან ადამიანები ძალიან ბევრი ხნის განმავლობაში შეიძლება ჩვენთან ნიღბით იყვნენ და ხანდახან თავიანთ ნიღაბს თვითონაც ვერ ამჩნევდნენ, თვითონაც ვერ ხვდებოდნენ რა დააშავეს, თვითონაც გაუცნობიერებლად აფუჭებდნენ სიტუაციებს, ან გაცნობიერებულად. მოკლედ, წესიერ ახლობლებს და მეგობრებს გისურვებთ. არხის გამოწერა და გავიწყდეთ. მადლობა, რომ ბოლომდე მიყურეთ.